17 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების შავი ლითონის მითვისება, ორგანიზებული ჯგუფი და ძებნაში მყოფი ყოფილი გენერალური დირექტორი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 7 პირის სისხლის ამართლის პასუხისგებაში მისცა. საქართველოს რკინიგზის ყოფილ გენერალურ დირექტორზე დავით ფერაძეზე კი ძებნა გამოაცხადა. გამოძიების თანახმად 2019 წელს ჩამოყალიბებულმა ორგანიზებულმა ჯგუფმა რკინიგზის კუთვნილი შავი ლითონის სხვადასხვა სქემის გამოყენებით გაიტანა. სქემაში ჩართული იყვნენ როგორც რკინიგზის ყოფილი მაღალჩინოსნები, ასევე რამდენიმე კერძო კომპანიის წარმომადგენლები. საქმე შეეხება სააქციო საზოგადოება საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი პირების მიერ მათი კომპანიაში მუშაობის პერიოდში გამოყენებულ კორუფციულ სქემებს, რითაც სხვადასხვა დანაშაულებრივი ხერხით დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ დიდი ოდენობით თანხებს და უკანონოდ მოპოვებულ ქონებას მისცეს კანონიერი სახე. დავით ფერაძემ დანაშაულებრივ სქემაში ეტაპობრივად ჩართო არაერთი პირი. მათ შორის სააქციო საზოგადოება საქართველოს რკინიგზის ინფრასტრუქტურის იმჟამინდელი დირექტორი. დანაშაულებრივ სქემაში ასევე ჩართული იყო კიდევ ერთი პირი, რომელსაც ფაქტობრივ მმართველობაში გააჩნდა რამდენიმე მეწარმე სუბიექტი: შპს კახეთი, შპს ნოვატრანსი, შპს ჯადექსა, შპს სამშენებლო სარემონტო კომპანია ხურო და შპს გრანდ კახეთი. სუსი აცხადებს, რომ 2020-2021 წლებში ამ გზით 22,000 ტონაზე მეტი შავი ლითონი მიითვისეს, რომლის რეალიზაციით მიღებულმა თანხამ 17 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, თანხა სხვადასხვა კომპანიის ანგარიშებზე ირიცხებოდა, შემდეგ კი ნაღდდებოდა და მონაწილეებს შორის ნაწილდებოდა. საქმეში ფიგურირებს კიდევ ერთი ეპიზოდიც. გამოძიების თანახმად 2022 წელს რკინიგზასა და ერთ-ერთ კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული სამუშაოების მოცულობა ხელოვნურად გაიზარდა. შედეგად კომპანიამ 403,000 ლარზე მეტი ზედმეტად მიიღო. შპს კახეთის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებისას დავით ფერაძის ორგანიზებით სააქციო საზოგადოება საქართველოს რკინიგზის ტერიტორიებიდან დასაწყობების ნაცვლად სისტემატურად ხორციელდებოდა მოგროვებული შავი ლითონის ნაწილის სატვირთო ავტომობილებით გატანა და რუსთავში მდებარე შპს ჯეოსტილის საწარმოში ჩაბარება. პროცესში მონაწილეობდნენ და მეთვალყურეობას უწევდნენ როგორც ზემოხსენებული სააქციო საზოგადოების წინასწარ შერჩეული წარმომადგენლები, ასევე დანაშაულებრივ სქემაში ჩართული სხვა პირები. სუსის განცხადებით დაკავებულ და ბრალდებულ პირებს დიდი ოდენობით თაღლითობას, ყალბი დოკუმენტების დამზადებას და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან. დანაშაულები 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ორ პირს, მათ შორის დავით ფერაძეს, ბრალს დაუსწრებლად წარუდგენენ.